გამარჯობა, მე ვარ დავით ნუცუბიძე, თქვენ უყურებთ ქარდაგის ახალ ეპიზოდს. დღევანდელ ეპიზოდში სტუმრად გვეყოლება ერთი შეხედვით მასხარა ავტომობილი, რომელშიც ვერ თავსდები და ვერ ვეტევი, თუმცა ამ მასხარა დიზაინის უკან იმალება ძალიან ზუსტი და სწორი ინჟინერია. ეს გახლავთ 2018 წლის Mazda Miata ND ძარით. ეს არის 2018 წელს გამოშვებული Mazda Miata ND2, რომელიც გახლავთ 2-დან 0 ძრავით, ისევე როგორც მისი არარესტაილინგი ვერსია. ამ შემთხვევაში გვაქვს უკვე 185 ცხენის ზალა. საკმაოდ კარგი სიმძლავრეა იმისთვის, რომ 1 ტონიანი ავტომობილი აჩქარდეს. ამას ეხმარება თან 6 სიჩქარიანი განაცემა და კოლოფი და რა თქმა უნდა ბლოკირებული ხიდი. ამ მანქანის მთავარი მუღამი და დანიშნულება არის ის, რომ თქვენ მართვის დროს მიიღოთ სიამოვნება. რასაც ბოლო თაობის Miata ძალიან კარგად აკეთებს, იმიტომ რომ იწონის 1000 კილოგრამს დაახლოებით, ოდნავ მეც გააჩინა კომპლექტაციას და უსაზღვრო ემოციების მონიჭება შეუძლია, რა თქმა უნდა. ბოლო თაობებში განსაკუთრებით აღნიშნავდი გამოვყოფდი RF ვერსიას, რომელშიც ახლა ჩვენ ვიმყოფებით. RF ნიშნავს, რომ ესე ვთქვათ, სახურავი აქვს მოძრავი და შეგიძლიათ დაახუროთ და არის მყარი სახურავი. ხოლო სხვა თაობის Miata-ებში ესეთი რამე არ გვხდებოდა აქამდე, იყო მხოლოდ მექანიკური სახურავი, რომელიც შეგეძლო ხელით დაგეხურა. სამართავად, რა თქმა უნდა, RF ვერსიაც ძალიან სასიამოვნოა, ისევე როგორც მისი წინამორბედები. ეს არის სრულიად ქანხული ავტომობილი, არაფერი ზემოთი არ აქვს, თუმცა ძრავის ხმა ძალიან კარგად მესმის, ძალიან კარგად ვზნობ. ესეთ სერპანტინებზე გასართობად ამ ავტომობილს მე მგონი, რა ვიცი, ბადალი არ ყავს ამ საფასო კატეგორიაში. სწორედ ეს იყო მთავარი იდეა, რომ Mazda შეექმნა რაც შეიძლება ბიუჯეტური ორკაციანი სპორტკარი. უბრალოდ მოსახვევების გავლის დროს შეუძლებელია ამ მანქანაში სიამოვნება ვერ მიიღო. ეს არის ალბათ ავტომობილი სწორედ მოსახვევებისთვის და არა სწორი გზებისთვის, იმიტომ რომ სწორ გზაზე გაცილებით დიდ სიამოვნებას მიიღებ ალბათ ჩქარი მანქანით, თუმცა Miata-ს თავარი პლუსი გახლავთ ის, რომ მას შეუძლია მოსახვევების სწრაფად გავლა. და ამიტომაც უყვარს ყველა ავტომობილს. დღემდე არის Mazda Cup-ის სერიები, სადაც მხოლოდ Miata-ებია და წრიული რბოლაა, რა თქმა უნდა, წრიულ რბოლაზე მაქვს საუბარი. ამერიკაში განსაკუთრებით პოპულარულია ეს სახეობა, იმიტომ რომ ძალიან უყვართ ამერიკელებს ეს ავტომობილი და ზოგადად დიდ პატივს სცემენ, იქიდან გამომდინარე, რომ დიდი ისტორია აქვს, უკვე საკმაოდ დიდი ისტორია აქვს და ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომი ბიუჯეტური ავტომობილია. როგორც მისი წინამორბედები, ესეც ძალიან გამძლეა და ფაქტიურად არაფერი არ უგუჭდება. თუ რამე განსაკუთრებული არ მოახდინეთ და ძალით არ გააფუჭეთ, Miata-ები ზოგადად ძალიან გამძლეა. ნებისმიერი თაობა. მეც პირადად რომ ვიყენებდი ავტოსპორტისთვის, არანაირი პრობლემა არ მქონია არასდროს. იმდენად რბილია და ამავდროულად კონტროლირებადი, რომ ძალიან დიდ სიამოვნებას განიჭებს. ამაში ეხმარება Mazda-ს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ის, რომ წორიც გადანაწილება აქვს 50-50-ზე იდეალურად გრძნობ როგორც წინა მხარეს, ასევე უკანა მხარეს, ბლოკირებული ხიდი და 6 სიჩქარიანი მოკლე გადაცემების მქონე კოლოფი, რომელიც ძალიან სახალისოა და იმდენად კარგად ვარდება სიჩქარეებში, რომ ერთი სიამოვნებაა სიჩქარეში გადართვა. სულ გინდა რომ სიჩქარეებიც ვალო. სიამოვნებით ვიყიდიდი, მაგრამ კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ვარ 1.95 სანტიმეტრი და შესაბამისად ძალიან მიჭირს აქ მოთავსება. თუმცა შეიძლება ანას მაინც ვაკეთინო ეს ავტომობილი იმდენად მომწონს, ანაცაც ძალიან მოეწონა და რა ვიცი, ნახოთ აი ამ გადაღებების მერე, მას შემდეგ როცა გაივლის ამ ავტომობილებით, დარწმუნებული ვარ, რომ შეიძლება გადაწყვიტოს კიდვა. არ გამოუგრძნო უпростоრად. გონი საკმარისად მოგიყვებით ამ ავტომობილის შესახებ, რომელიც არის სრულიად ქართულ მდგომარეობაში და ქართულივე მდგომარეობაში ძალიან სახალისო სამართავია. ახლა კი გადავინოსოთ უკვე ND1 ძარაზე და მოგიყვებით ამ ავტომობილის შესახებ, თუ რა სხვაობებია ამ ორს შორის. ამას როგორი ხმა აქვს თაკოკვაზე. მის მებატრონეს შეცვლილი აქვს უკანა ბაჩოკი და მაგით აქვს ესეთი კარგი ხმა. თითქოს გაზიც უფრო მგზნობიარეა. რაც შეეხება ამ ავტომობილს, ეს გახლავთ 2015 წლის Mazda Miata, ესეც ND ძარაა, რა თქმა უნდა. თუმცა ამ შემთხვევაში გვაქვს 155 ცხენის ზალა, 30-ით უფრო ნაკლები, ვიდრე არის უკვე 2019 წლიდან. ეს სიმძლავრე მისმა მებატრონებმა დააბალანსა ეგრეთ წოდებული კომპიუტერის ნასტროიკით და შესაბამისად რა კარგი ხმა აქვს. შესაბამისად მივიღეთ დაახლოებით 200 ცხენის ზალამდე, შეიძლება იგივე რაც ამის შემდეგ მოდელს აქვს სიმძლავრე
აქაც გვაქვს რა თქმა უნდა 6 ჩქარიანი განათლება და კოლოფი ბლოკირებული ხიდით. შემდეგ ამერიკაში მისმა ძველმა მევატრონემ გადაწყვიტა რომ ეს მანქანა კიდევ უფრო გაემჯობესებინა და დაამონტაჟა ვილვუდის სამუხრუჭე სისტემა, რომელიც საკმაოდ ძვირადღირებულია და მუხრუჭი აქვს ამ მანქანას უბრალოდ საოცარი, აი ძალიან მაგრად ჩერდება. პედალშიც ძალიან ბზნობიარია, ძალიან კარგად ესე ვთქვათ ზუსტად აჩერებ ავტომობილს და მიმართავ მუხრუჭს მოსახვევისკენ. ამას არ დაკმაყოფილდა და რა თქმა უნდა შეცვალა დაკიდების სისტემას, თუ სწორად მახსოვს კონის დაკიდების სისტემაა და მანქანა გაცილებით უფრო დაბალია, აგრესიული რაზვალები აქვს, ორიენტირებულია იმისთვის რომ მანქანა მიაროს ავტოდრომზე და ტრეკზე. უბრალოდ ემოციების ზღვა არის ამ მანქანაში. საოცრად დგას, აი საოცრად დგას. დაკიდებაც ეხმარება. სუმუქი დისკები რა თქმა უნდა და ამ შემთხვევაში საბურებად გამოყენებული არის ზესტინოს ნახევრადსლიკები, რომელიც არც თუ ისე კარგი არის, თუმცა ჩვეულებრივი ქალაქის საბურავებს ყოველთვის ჯობია. კიდე მიატაში რაც ყოველთვის ძალიან მომწონდა, ეს იყო მისი კედლების განლაგება, ასე ვთქვათ, ყოველთვის მარტივად აკეთებ downshift-ს, ანუ ქვედა სიჩქარეში გამოყენას ისე რომ ჰილენთოს მოკლედ კარგად იყენებ. ძალიან მაგარი ხმა აქვს. ძალიან მაგრად დგას, აი ძალიან. ეს მანქანა რომ მყავდეს, ალბათ ყოველ დღე დიდგორზე ვიქნებოდი. იმდენად სახალისოა მართვა. რა თქმა უნდა, დაკიდების შესვლის შემთხვევაშიც დისკები ძალიან მსუბუქიაყენია ამ მანქანაზე და გაცილებით კარგად უხევს, ვიდრე წითელი მიატა. ძალიან გავერთე მე მგონი და დამავიღდა ის რომ ვიდეოს წერ. ბრავო, ბრავო, საყოლგიო, ძალიან მაგარი მანქანა გავს. ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებ რა, აი მართლა. ამ ბიუჯეტში ეს მანქანები საუკეთესოა რა, სიამოვნების მისაღებად. ვის ჭირდება 500 და 600 ცხენის ძალა, როცა შეგიძლია მიატა იყიდო, მცირე მოდიფიკაციები და ესეთი სიამოვნება მიიღო. იდეალურია. სიამოვნებისთვის ეს მანქანა არის საუკეთესო ვარიანტი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ამ ბიუჯეტში ამაზე კარგი არ ვიცი რა უნდა მიიღო, იმისთვის რომ აი ბრძოლის სიამოვნება რომ მიიღო, რასაც ვქვიათ რა და თან ყველაზე გასათვალისწინებელი მომენტი მნიშვნელოვანი ის არის, რომ მიატის წონის გადანაწილება გეხმარება იმაში, რომ ესე თქვა დააპრიძელო მანქანა ყველაზე უსაფრთხოდ. ეს მანქანები არის ტარების სასწავლებლად ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტი. თუ დამწყები მძღოლი ხართ და აპირებთ ავტოსპორტში ჩართვას, რაღაც გამოცდილებას მიატას მოგცემთ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ერთ-ერთი ყველაზე მარტივი მანქანაა იმისთვის, რომ პრიძელზე გაიყვანოთ და მაქსიმუმი ამოვიგოთ მანქანისგან. რა თქმა უნდა, უსაფრთხოდ. იმიტომ რომ რაღაც შეცდომებსაც ეს მანქანა გაბატიებს. თუმცა არ უნდა დაგვავიწყოთ ის, რომ მსუბუქია ტონასი წონის დაახლოებით და ძალიან ცანცარა. მოსახვევში თითქმის სულ ცდილობს რომ მოცურდეს, მაგრამ ეს მოცურება და კონტროლი მარტივია ბრძოლისთვის, იმიტომ რომ მსუბუქია მანქანა და ძალიან კარგი წონის გადანაწილება აქვს.
რა თქმა უნდა, ეს ავტომობილი ბევრად სახალისოა, ამიტომ რომ მოდიფიკაციებით დახუნძლულია და ბევრად კარგად დგას გზაზე. თუმცა ამ ავტომობილებს ახლა თავი დავანებოთ და გადავიდეთ დასაწყისში. საიდან დაიწყო ყველაფერი? ამისთვის დაგვრჩება Mazda Miata NA ძარით. აი, ამას უკვე სხვა სტილი აქვს. აი, გაზის პედალზეც ეთყობა, რომ სხვა სტილი აქვს. აი, მექანიკური ტროსით გადაბმული დროსელი მაინც სხვა არის რა ძველ მანქანებზე. 1999 წელს Mazda-მ განაწყვიტა, რომ წარმოებაში ჩაეშვა ბიუჯეტური სპორტული ავტომობილი, რომელიც იქნებოდა ხელმისაწვდომი ყველასთვის, იქნებოდა ესე ვთქვათ ძალიან გამძლე, მარტივი შესანახი და ფართო გაყიდვებზე გათვალეს ფაქტიურად Mazda-მ ეს ავტომობილი და გამოვიდათ კიდევაც, რადგან 2016 წელს გაიყიდა მე-მილიონე Mazda Miata. მილიონზე მეტი Mazda Miata გაყიდული მსოფლიოში სხვადასხვა ბაზარზე. წარმოვიდგინეთ, მილიონზე მეტი. და ამის გამო Mazda Miata შევიდა გინესის რეკორდებში და როგორც ყველაზე გაყიდვადი სპორტული ავტომობილი. ძველს თავისი მუღამი აქვს რა. ეს კონკრეტული ავტომობილი გახლავთ 97-იანი, თუმცა 99-ში და 90-ში ზუსტად იგივე იყო, იგივე ძარა იყო, იგივე ძრავი იყო. იაპონიაში დაიწყო პირველად წარმოება Eunos Roadster-ი ერქვა და დღემდე იაპონიაში Mazda Miata-ებს ქვიათ Roadster-ი, ამერიკაში ქვიათ Miata, ხოლო ევროპის ბაზრისთვის ეძახიან მას MX-5-ს. რატო არის ეს სამი სხვადასხვა სახელი, სიმართლე გითხრათ ვერ გეტყვით. თუმცა ყველა ბაზარზე თავისი სახელი აქვს Mazda-ს Roadster-ებს. ამას თავისი სტილი აქვს, რაღაცნაირი თითქოს აი თორქი არა აქვს და აი რაღაცნაირი საყვარელი არის რა. ამით გაზაობა არ უნდა დააპიროთ. თუ გაზაობას დააპირებთ, ალბათ ცოტა უფრო მძლავრი ძრავი უნდა ჩადოთ, ან ეს გაატურბინოთ, ან ცოტა ხელები მაინც წაუფათუროთ. სრულიად სტოკ მდგომარეობაში არის. აი მოხვევით და მანევრით გავს, ძალიან გავს ახალ მოდელს. ძალიან სახალისო სამართავია, ძალიან სახალისო სამართავია. ძალიან მომწონს. აი ძველ მანქანებს თავისი მუღამი ჰქონდათ რა, Miata-ც კი განსხვავებულია ძველი. ამ შემთხვევაში გვაქვს 5 სიჩქარიანი განაცემა და კოლოფი. ძრავი გახლავთ 1 და 8, რომელსაც აქვს 130 ცხენისძალა, თუმცა რამდენი შემორჩა მას შემდეგ ვერ გეტყვით, რაც გამოვიდა ქართლიდან. მისმა მეპატრონემ ნოდომ ამ მანქანაზე დააყენა ბლოკირებული ხიდი, რაც ეხმარება იმაში, რომ მოსახვეებში უფრო სასიამოვნო სამართავი იყოს, რა თქმა უნდა. ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა ამ ავტომობილზე ის არის, რომ ყველაფრის დასაწყისი იყო ნამდვილად და საკმაოდ წარმატებული იყო, როცა დაიწყო გაყიდვები, ძალიან ბევრი Mazda Miata იყიდებოდა მსოფლიოს მასშტაბით. ჯერ თავიდან იაპონიაში დაიწყო გაყიდვები და შემდეგ უკვე მოიცვა ამერიკის და ევროპის ბაზრები. ამ შემთხვევაში დაკიდების სისტემა და წონაც ავტომობილის დაახლოებით იდენტურია ბოლო თაობის, ND თაობის. ჩვენ არ გვიხსენებია მეორე თაობის NB Miata და ასევე მესამე თაობა NC Miata. NB Miata-ს რაც შეეხება ძალიან გავს პირველ გამოშვება NA Miata-ს, თუმცა იმ შემთხვევაში არ გვაქვს ამოწეული ფარები, რომელიც ესე დადის. ხოისა დავაჭიროთ. ვაგარია. ხო, ეგ ფარები არა გვაქვს. NB Miata-ს რაც შეეხება ძალიან დიდი ისტორია მაქვს NB Miata-სთან დაკავშირებით, რადგან მაგ მანქანით დაიწყო ჩემი სპორტული კარიერა. ავტოსპორტის სხვადასხვა სახეობებში ვიღებდი მონაწილეობას ლურჯი NB Miata-ით, რომელიც იყო იაპონიიდან მარჯვენა საჟიანი RS ვერსია. მას ჰქონდა 155 ცხენისძალა, 1.8 ლიტრიანი ძრავით, იყო ტორსენის ბლოკირებული ხიდით და 6 სიჩქარიანი განაცემა და კოლოფით. ძალიან სახალისო და მაგარი სამართავი ავტომობილი იყო და დავიწყე პირველი შეჯიბრი თუ სწორად მახსოვს ეს იყო წყვილთარ ბოლაზე მივიღე მონაწილეობა და საკმაოდ კარგი შედეგი დავაფიქსირე, მგონი მესამეზე გავედი, თავს ვერ დავდებ. თუმცა მთლიანობაში NB Miata-ით მაქვს დაახლოებით 20-ზე მეტი მედალი აღებული სხვადასხვა დისციპლინებში შეჯიბრებების. ვარ საქართველოს ჩემპიონი წყვილთარ ბოლაში უკანაწამყვან ავტომობილებში, სწორედ Mazda Miata-ით. ასე რომ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, თუ ავტოსპორტში აპირებთ მოსვლას ან გაინტერესებთ სპორტული ავტომობილები, რა თქმა უნდა შეიძინოთ Mazda Miata, არ აქვს მნიშვნელობა რომელი თაობის იქნება, თუმცა უმჯობესია რომ NB, NA ან ND თაობის შეიძინოთ. NC-ც რა თქმა უნდა კარგია, მაგრამ NC-ის შემთხვევაში NB-ის შემდეგ ცოტა წონა მოიმატა, გაბარიტებმაც მოიმატა და ის მანქანა დაახლოებით 100 კილოგრამით მეტი იყო მის წინამორბედზე, რაც სპორტულობისთვის საერთო ჯამში კარგი არ არის. თუმცა ის მანქანაც ძალიან კარგად სამართავია და შეგიძლიათ ერთ-ერთ ვარიანტად განიხილოთ. ამ მანქანას რა თქმა უნდა არ აქვს მოცურების საწინააღმდეგო სისტემა, არც ABS-ის სისტემა, მხოლოდ შენ და 4 ბორბალი და ძრავი ხართ, მეტი არაფერი გზაზე.
მე ძალიან მიხარია რომ მომეც შესაძლებლობა მიატებით გამევლო, ძალიან დიდი ხანია მიატა არ მიტარებია და მას შემდეგ პრინციპში რაც გავყიდე. ერთადერთი მიზეზი პრინციპში რეალურად ის არის მიატის, რატომ მას გავყიდე და რატომ მას არ ყავს ეხლა, ის არის რომ ვერ მეტები. კონფორმულად ვერ ვარგულობ, ვერ თავსდები. თუმცა 2 წელი თუ მეტი დაახლოებით ყავდა მიატა და მაგით ვიღებდი შეჯიბრებებზე მონაწილეობას. საკმაოდ წარმატებული კარიერა იყო ჩემთვის და ძალიან ბევრი მედალი მომიტანა, როგორც ვიყავით 20-ზე მეტი მედალი მაქვს მაგმანქანით დაღებული და ძალიან კარგ მოგონებებთან ასოცირდება ეგ მანქანები. ასე რომ თუ დაგჭირდებათ, მოკლედ ერთ-ერთი ბიუჯეტური, ადვილად შესანახი და ძალიან გასართობი როდსტერი 2-კაციანი მიატა ყოველთვის განიხილებ ვარიანტად. თქვენთან საქართველოში საკმაოდ ბევრი ხდება უკვე ენდი მოდელები და საკმაოდ აქტიურად ჩამოყავს ხალხს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მოსწონთ ეს მანქანები და არ ცდებიან. ეს მანქანა არის ერთ-ერთი საუკეთესო თავის ფასში და კატეგორიაში. მოკლედ ეს იყო ჩვენი მიატების განხილვა, იმედია მოგეწონათ ვიდეო, აუცილებლად გამოიწერეთ ჩვენი არქი და დაალაიქეთ ვიდეო. გაგვიზიარეთ თქვენი აზრი, ზოგადად რას ფიქრობთ ამ ავტომობილებზე და შეიზენდით თუ არა. მართალია დიდი სიმძლავრე არ აქვს, თუმცა გასართობად იდეალური ვარიანტია. შევხვდები შემდეგ ვიდეოში, დროებით.